ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი კომისია ნამდვილად სერიოზულ თემას რა კი არის შეჭიდებული, ჩვენი მიდგომაც არის სერიოზული და ის ნდობა, რაც გამოგვიცხადა თითოეულ ჩვენგან საქართველოს პარლამენტმა და ასევე ქართული ოცნების პარტიამ ამ ტვირთის აწევას სჭირდება არამხოლოდ სხდომების ორგანიზებაში, სწორად ორგანიზებაში ჩადებული დრო და ენერგია, არამედ უკვე დასკვნაზე მუშაობის დაწყებაც. დასკვნაზე მუშაობა თქვენ იცით, რომ დაწყებულია. დასკვნა შედგება 5 კონკრეტული თავისგან. 5-ვე თავი შეესაბამება იმ 5 თემას, რომელიც ჩვენი უფლებამოსილებისთვის არის განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის მიერ. ეს თემებია 2008 წლის აგვისტოს ომის კვლევა, მკვლელობები და ის წამება და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რომლებიც სამწუხაროდ მრავლად იყო სახელმწიფოს ხელით ჩადენილი 2003-2012 წლებში. მესამე თემა არის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევის უხეში ფაქტები. ჩვენ ვიცით, რომ იმ დროს მეუღლეს ვერ ესაუბრებოდა თავისუფლად და ტელეფონი უნდა დაგეშალა და გაგეტანა სხვა ოთახში იმისთვის, რომ ოჯახის წევრს დალაპარაკებოდი, აღარაფერს ვამბობ მუდმივ დევნაზე და პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმური სცენების უკანონოდ გადაღებაზე და შემდეგ სხვადასხვა პირის ამ გზით დაშანტაჟებაზე. ეს იქნება დასკვნაში მორიგი თავი. ასევე თემად ჩვენთვის განსაზღვრული გახლავთ ბიზნესის რეკეტი და ქონებრივი საკუთრების უფლებების დარღვევის მრავლობითი ფაქტები და ჩვენ მედია თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებზეც ვისაუბრეთ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმ მედია საშუალებებზე, რომლებიც მათ მესაკუთრეებს ჩამოერთვათ უკანონოდ და რასაკვირველია, ჩვენ არ გამოგვრჩება ამ დროს ის ყველაზე თვალსაჩინო და უხეში დარღვევის ფაქტები, როგორიც იყო მაგალითად ტელევიზია იმედში სპეცრაზმის შევარდნა, ლაივში ვიხილეთ ჩვენ ეს ყველა, ვინც მაშინ ტელევიზორს ვუსხედით, მაგრამ თემა გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ტელეიმედში შევარდნა. ეს 5 თემა შესაბამისად დასკვნაში იქნება 5 მოცულობითი თავი, რა თქმა უნდა, დასკვნის სტრუქტურაში არის შესავალი ნაწილი. შესავალ ნაწილში ჩვენ მიმოვიხილავთ თუ როგორ მოვიდა ის ხელისუფლების სათავეში. შევეხებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც კარგად არის ახსნილი, რომ ისინი უკვე ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, მაშინ დაარღვიეს კანონი და გააყალბეს არჩევნები. შევეხებით არასამთავრობო ორგანიზაციების როლს შესავალ ნაწილში, რომ ჩვენ აღვწეროთ ვინ და როგორ მოვიდა ხელისუფლებაში. ხოლო რა გააკეთეს შემდეგ, ეს როგორც უკვე მოგახსენეთ და კომისიის წევრებმა იციან, ამის შესახებ 5 სხვადასხვა თავში იქნება აღწერილი. ამ დასკვნას რასაკვირველია იქნება თავის მხრივ დასკვნითი ნაწილი და იქნება რეკომენდაციებიც. რასაკვირველია, ჩვენ ვიცით, რომ დასკვნითი ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ამ დასკვნის კონკრეტულ მომენტში, მაგრამ თავად დასკვნა იქნება ის ისტორიული დოკუმენტი, სადაც ერთ ადგილას თავმოყრილი იქნება თითქმის ყველაფერი იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ მართავდა სახელმწიფოს იმ წლებში. ამ დოკუმენტის დასკვნის ნაწილი იმდენად არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კონკრეტულ ეტაპზე, რომ ამ დოკუმენტს უნდა დაეყრდნოს მომავალში ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს მოცემული ძალადობების და უკანონობების ავტორთა, პოლიტიკური თანამდებობის პირების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმის თუ ყოფნის აკრძალვას. და ის პარტიები, სადაც ეს პირები არიან გაწევრიანებული, ან მომავალში ის პარტიები, რომლებსაც ისინი ხელახლა დააფუძნებენ, ვერ იქნებიან პოლიტიკურ ველზე. ეს არის ასე და ვერ იქნება სხვანაირად, იმიტომ რომ ამ ნაბიჯის გადადგმა დაგვიანებულიც კი აქვს ქართული ოცნების მხრიდან. არის სხვადასხვა ქვეყანა მსოფლიოში, ვინც ეს თავის დროზე გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ჩვენ ქვეყანას ეს დაემართა და ეს აღარ უნდა განმეორდეს. ამას ემსახურება ეს კომისია და მისი დასკვნა.
ახლა მაინდა-მაინც დღეს რატომ ვყვები ამ ყველაფრის შესახებ? ჩვენ მიმსჯელეთ არაერთხელ და ვფიქრობთ, რომ კომისიამ მიმართოს და ეს მინდა კომისიის წინაშე პირველ საკითხად დავაყენო, სანამ სხდომა მუშაობა შეუდგება. რომ მივმართოთ საქართველოს პარლამენტს, როგორც არის საქართველოს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ ჩვენი უფლებამოსილების ვადა 5 მაისს, არამედ 5 ივნისს ამოიწუროს და ერთი თვით მაინც გაუგრძელდეს ჩვენს კომისიას მუშაობის ვადა. მით უმეტეს, რომ გარდა იმისა, რომ მოცულობითია ჩვენი სამუშაო თემები, სულ ახლახან ჩვენი კომისიის უფლებამოსილება ქრონოლოგიურადაც გაფართოვდა და 2012 წელს თუ ჩერდებოდა ის საკითხების განხილვის უფლებამოსილება, ახლა ჩვენ დაგვემატა კიდევ 2012-2024 წლებში მომხდარი სხვადასხვა ფაქტის შეფასებაც. ყოველივე ეს, მე ვფიქრობ, მოითხოვს აუცილებლობა, რომ მინიმუმ ერთი თვით გაგვიგრძელდეს ვადა და ჩვენ შევძლოთ, რომ ამ დასკვნის სერიოზული დოკუმენტის ჩამოყალიბება შევძლოთ გაგრძელებულ ვადაში და სექტემბრის, ანუ საშემოდგომო სესიის პირველ კვირებში წარვდგეთ პლენარული სესიის წინაშე. საზოგადოებამ ალბათ იცის, რომ ჩვენ როდესაც ამოვწურავთ ჩვენ საქმიანობას, შემდეგ კომისიის ვალდებულებაა, რომ მის მიერ შექმნილი დასკვნა წარადგინოს პლენარული სხდომის წინაშე და სადაც შედგება ღია განხილვა. ეს არის რაც მინდა რომ საჯაროდ ვთქვა. ეს სულ მცირე ერთი თვე უნდა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს უფლება უფრო მეტი მოვითხოვოთ, თითო თვით არის შესაძლებელი გაგრძელება და თუ წევრები წინააღმდეგები არ იქნებით, ამაზე გვისაუბრია სამუშაო რეჟიმშიც, მოვითხოვოთ ეს ერთთვიანი გაგრძელება დღეს, როგორც სულ მცირე დამატებითი სასურველი ვადა. ბატონო კურამ, დიახ. და სხვა წევრებსაც თუ გაქვთ კითხვები, შეკითხვები, ვიმსჯელოთ და შემდეგ ჩამოვყალიბოთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. კაპიტონთია, თქვენ აღნიშნეთ და აღარ განმეორდები ჩვენი კომისიის როლი და მიზანი. რეალურად საზოგადოება ხედავს იმაზე მეტ მტკიცებულებას, ვიდრე შეიძლება იყოს საჭირო იმისთვის, რომ ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, როგორც პოლიტიკური ძალა არ არსებობდეს. თავად ის ფაქტიც, რომ 2012 წლის შემდგომი დღემდე პერიოდიც უკვე დაგვემატა ჩვენ კომისიას, როგორც ფუნქცია, არის კარგი იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოება დაინახავს ნაცმოძრაობის არასწორ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს არა მხოლოდ 2012 წლამდე, არამედ 2012 წლის შემდგომაც და ასეთი საჯაროა არაერთი მტკიცებულება და ეს კარგია ამ თვალსაზრისით, თუმცა მეორე მხარეა და ამასთან დაკავშირებით მექნება შეკითხვა, რომ ჩვენ ვიცით, რომ პროცედურულად რეგლამენტის შესაბამისად პარლამენტი ამთავრებს საგაზაფხულო სესიას ივნისის ბოლოს, ბოლო პარასკევს. შესაბამისად კომისიის მუშაობაც თუ გაგრძელდება 5 ივნისამდე, ეს კარგია ერთი მხრივ, რომ ნამდვილად მართლაც მოცულობითია ეს სამუშაო, მით უმეტესაც დაგვემატა. თუმცა მიზანი ამ კომისიის ვიცით, რომ არის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ასევე მიზანი გვაქვს, რომ აღარ შევიტანოთ შესაბამის უწყებაში, საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ პოლიტიკური პარტია როგორც ასეთი აღარ არსებობდეს ნაცმოძრაობა და ვიცით, რომ ამას თავისი პროცედურებიც ახლავს. გამომდინარე აქედან ეს ერთგვარად ხელსხوار შეუწყობს იმას იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცნაირად პროცესი გაიწელოს, ამ შემთხვევაში კი აქვს დაანონსებული ნაცმოძრაობას და მის სატელიტებს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ ეს არ ვიცით ჩვენ ას უკან ნახებს მისი პატრონი უცხოეთიდან. უბრალოდ ეს კითხვა მაქვს, თუ შევძლებთ, რომ ამ ერთ თვეში რასაც გავაგრძელებთ, ჩავეტიოთ, ამ შემთხვევაში კიდე შანსი გაიზრდება იმისა, რომ არჩევნებამდე შევძლოთ ჩვენ შეტანა იმ საკონსტიტუციო სარჩელის და ამ შემთხვევაში კიდე იქნება იმის შანსი, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას რაც შეიძლება ადრე შეეზღუდოს პოლიტიკური მოღვაწეობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღემდე ეს უკვე ნათელი გახდა საზოგადოებისთვის. ეს პროცედურული კითხვა მექნებოდა.
მადლობა. ანელი ბატონო ალუდა. მოგესალმებით გამარჯობათ ყველას. ისე რომ არ იყოს რომ საზოგადოება აქტიურად გვისმენს და გვადევნებს თვალყურს რომ თითქოს ვინმეს რაიმეს ჩვენ ხელოვნურად ხელს უშლის და ასე შემდეგ. ესე რომ არ იყოს და გაგებული საზოგადოებაში რაც მავანს უნდა რომ ესე წარმოაჩინოს, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა რომ ეს არის ღია დემოკრატიული პროცესი, მოვიდნენ და ახსნან გასცენ კითხვებზე პასუხი თუ სხვაგვარად როგორ წარმოუდგენიათ. ძალიან მარტივი განზომილება ეს პოლიტიკური ძალა იყო ხელისუფლებაში. თუ რას აკეთებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამას მე ვფიქრობ რომ ამაზე მსჯელობაც კი ზედმეტი არის საზოგადოება თვალყურს ადევნებს. ამის შემდეგ ეს ბოროტი ძალა გადავიდა ოპოზიციაში და რას აკეთებს ოპოზიციაში ყოფნის დროს ამასაც გაიგებს საზოგადოება ისედაც ნათელი არის ის რომ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ თხენიადად ღიად დაუფარავად აშკარად არამხოლოდ შემჩნეულები არამედ პირდაპირ ჩვენ მოგვისმენია ვინც წინამოწვევის პარლამენტში იყო აქსტომი ჩემი კოლეგებიდან რომ თავს იწონებდნენ სასესიო დარბაზში ამის თქმისთვის და განცხადებებს აკეთებდნენ ამას. ამიტომ კიდევ ერთხელ მორიგჯერზე დემოკრატიული პროცესი გულისხმობს არა იმას რომ ვინმეს რაიმე ხელი გადაუგრიხოთ, არამედ აი აქ მობრძანდნენ გასცენ პასუხები თუ სხვაგვარად როგორ წარმოუდგენია. ეს რომ ვერ დააბრკოლებს მათი მოსვლა რომ თითქოს აქ სადღაცას ვერ მივლენ არ მოვლენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ არის დიახ ერთის მხრივ დადასტურება იმისა რომ დიახ ესენი არიან მავნებლები და ქვეყნის დამაზიანებლები და მეორეს მხრივ ბუნებრივია სიმართლე სამართლიან და ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე ყოფნას ბუნებრივია ვერ შეაკავებენ. ამიტომ კიდევ ერთხელ მე ვფიქრობ რომ ეს არის ხარდასაჭირო. მადლობა. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. მოკლედ ვიტყვი. მე მინდა მხარი დაუჭირო ამ გაგრძელებას ერთი თვით. ეს არ ნიშნავს იმას რომ მაინც და მაინც 5 მინუტს უნდა დავასრულოთ. თუ ჩვენ მოვასწრებთ და ვთქვათ 25 მაისს დავასრულოთ 25 მაისს, 20 მაისს თუ დავასრულოთ 20 მაისს. მაგრამ შესაძლებლობა იმისა რომ ეს ერთი თვე დავიმატოთ რეგლამენტიდან გამომდინარე არ იქნება ურიგო. მაგრამ ორიენტაცია რა თქმა უნდა იმაზე უნდა გქონდეს რომ პროცესები ისე წავიდეს ამის წინაც არ მეტყოლება ახლა რთულია იმიტომ რომ ეს მასალები თქვენ ციცით რომ ყოველ დღე შემოდის რომ მოესწროს თქვათ სარჩელის შეტანას ჩვენ არასასესიო პერიოდშიც მოვასწრებთ იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის შეტანა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ეს არაფერ არის აკრძალულობა შეზღუდული რაღაცა თარიღებით 5 ივნისით რო იყოს მაინც მოესწრება თქვათ 30 ივნისს შევიდა თან 17 ივნისს თუ 1 აგვისტოს ამას მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ მოესწრება მაგრამ მე მაინც ხარს დაუჭერდი გაგრძელებას თუმცა შინაგანად ვიყოთ განწყობილი თუ მოვასწრებთ უფრო ადრე ამოუწუროთ ეს ყველაფერი მადლობთ კი ბატონო, ბატონი გურამის კითხვას რო უპასუხო, მაგრამ ეს ჩემი პასუხია და ვიმსჯელოთ თუ გნებავთ კიდევ უფრო ღრმად. ბატონო გურამ, ის რაც ჩვენ ეხლა გვაქვს მიზანი აკრძალვა იმ პოლიტიკური პირებისთვის, პოლიტიკური საქმიანობისა, განურჩევლად რომელ პარტიაში უნდა იყვნენ ისინი, ან მომავალში რა პარტიას ჩამოაყალიბებენ, ხომ? ეს ჩვენ 2013-შიც უნდა გაგვეკეთებინა. შესაბამისად სჯობს გვიან ვიდრე არასდროს ეს ბევრჯერ გვითქვამს ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი იყო მაშინ თითოეულ ჩვენგანს ვინც ამ მაგიდის გარშემო ვართ და არა მხოლოდ ამ მაგიდის გარშემო პარლამენტში წევრები ვართ პარლამენტის მეც მათ შორის ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია ფაქტებით და გვარებით და სახელებით რამხელა იყო ზეწოლა ხელისუფლებაზე რომ ეს არ მომხდარიყო. ეს ზეწოლა იყო გარედან. და ამ ზეწოლის განმახორციელებლები ჩვენზე ხელისუფლებაზე იყვნენ კონკრეტული ელჩები, ან კონკრეტული თანამდებობის პირები თავთავიანთი ქვეყნებიდან.
წარიმართა ისე როგორც წარიმართა, დღეს ჩვენ ეს შევძელით, გამყარებულია უფრო მეტად ქვეყნის სუვერენიტეტი, ეს ძალიან მძიმე ფასად ჯდება, მაგრამ ასეთია თავისუფლებისთვის ბრძოლა. თავია რომ ისეთი შეცდომები არ დაუშვათ, რაც მაგალითად ჩემი აზრით განზრახდა დავალებით, მაგრამ მძიმე ფატალური, ერისთვის ფატალური შეცდომები დაუშვა უკრაინის ხელისუფლებამ. ჩვენ ასეთი თავიდან ავიცილეთ, მიუხედავად იმისა, რომ აქაც დავალება მივიღეთ, რომ იქნებ მეორე ფრონტი გაიხსნას და აღარ მოყვები ახლა მთელი 13 წლიან ძიმე პროცესებს, რაც ჩვენ ყველას თავს დაგვატყდა და პირველ რიგში ბატონ ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად მესმის, რომ თქვენ ჩქარობთ, ჩვენ ყველა ვჩქარობთ, მაგრამ თუ ობიექტურად შევხედავთ იმ საქმეს, რასაც ვაკეთებთ, ხო, თქვენ თვითონვე ხედავთ, რომ სხდომები თუ დასვენების დღე არ არის ან რაიმე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული, ჩვენ ყოველ დღეს სხდომა გვაქვს. ეს სხდომა თითოეული რამდენიმე საათი მიმდინარეობს. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ის მსხვერპლები, ვინც ჩვენს წინაშე გამოდიან, არის მხოლოდ მცირე ჯგუფი იმ მასშტაბთან შედარებით, რა მასშტაბსაც მაშინ უკანონობამ და ძალადობამ მიაღწია. თითქმის ყველა ოჯახში შევიდა მათი ბინძური ხელი. ასევე სამდივნო, რომელსაც მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო და თითოეულ თქვენს ადმინისტრაციულ პერსონალს. სამდივნოს აპარატს, რომელიც პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმში შრომობს იმისთვის, რომ დასკვნის წერა მოესწროს. სხდომების სტენოგრამაზე მუშაობს ცალკე ჯგუფი. რედაქტირება დასკვნის უკვე პირველივე ქვეთავების დაწყებულია და ამაზეც ცალკე ჯგუფი მუშაობს ჩვენთან ერთად და ჩვენც პირადად ვართ ამ დასკვნის წერაში ჩართული. ეს ყოველიმე ჩემი აზრით თუ ობიექტურად შევხედავთ, სულ მცირე ერთ დამატებით თვეს მოითხოვს. ასეულობით წერილია შემოსული და ყველა ითხოვს, რომ გამოცხადდეს კომისიის წინაშე. ამიტომ შემოვიტანეთ ჩვენ კომისიის წევრის უფლებამოსილების გაფართოება, რომ თითოეულ ჩვენგანს შეეძლოს ასეთი ფართო სხდომის მიღმაც დააოქმოს, შეხვდეს მოქალაქეს და აღწეროს ის ძალადობა თუ უფლებების შელახვის ფაქტები, რაც მას თავს გადახდა. ამიტომ საქმე არის ძალიან ბევრი. მით უმეტეს 2012-2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ და მაგალითისთვის მოსაბრძანებლად მოწვეულია ბატონი გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის. არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ეხლაც ქვეყანას აზიანებს გარედან. ამიტომ ვერავინ ვერ გვისაყვედურებს თუ ამაზეა საუბარი, რომ საქმე ცოტა ქონდათ და რატომ მოითხოვეს ერთი თვეო. სულ მცირე ერთი თვე საჭიროა. იმაში გეთანხმებით, რომ ივლისი-აგვისტო პლენარული სხდომის თვალსაზრისით შეიძლება ხელშემშლელი ფაქტორი იყოს, მაგრამ ჩვენ ალბათ უნდა უფრო ვემზადოთ იმისთვის, რომ სექტემბრის პირველივე კვირაში, როგორც კი გაიხსნება პარლამენტის სხდომა, წარდგეთ პარლამენტის წინაშე, მაგრამ ეს არის ჩვენი პოზიცია. ამ პოზიციას თქვენ კი იცით, რომ სჭირდება ძალიან ბევრი განხილვა შემდეგ უმრავლესობის ფორმატში. თუ წინააღმდეგი არავინ იქნება კონსენსუსის წესით, ისე რომ კენჭისყრას დავაჭიროებთ ამ საკითხს და თუ საჭიროა ესეც გავაკეთოთ. კონსენსუსის წესით დავამტკიცოთ ეს საკითხი და მივმართოთ უმრავლესობას და პარლამენტს იმისათვის, რომ განიხილონ მაინც ჩვენი ეს შეთავაზება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეთავაზების გონივრულობაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. ბატონ თენგის, დიახ. ბატონო გურა, თქვენ იცით, რომ ჩვენთვის სავალდებულო არ არის, როცა სარჩელს შევიდათ, რომ დასკვნა იმავე წუთში ხელთ გქონდეს. გარკვეული რაოდენობა კონსტიტუციით დაწესებული, იცით, დეპუტატების რაოდენობა, ვისაც შეუძლია ასეთი სარჩელი შეიტანოს. გარდა ამისა, კიდევ ორი თანამდებობის პირი არის, ეს მთავრობაა და პრეზიდენტი, ვისაც ანალოგიური გაკეთება შეუძლია, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ჩვენ გავაკეთებთ, პარლამენტის წევრები. ჩვენ ეს მასალები რომ გვექნება, ჩვენ უკვე შეტანა შეგვეძლება.
რომ თქვათ ეს ვადისათვა დაიწყოს იქ მოსამზადებელი სამუშაოები და ის დამატებით მტკიცებულება როგორც დასკვნა უკვე პარლამენტის მიერ მიღებული, მე შეგვიძლია უკვე საქმეს გადავუნდოთ, რომ ეს დაძრული იყოს ეს საქმე. იმიტომ რომ ვიცით რომ ეს ხანგრძლივი ვადებია. არ ვიცი თუ ეს ვადები შემცირდება, განხილვის ვადები, მაშინ პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ეს ვადები დარჩება რაც ახლა არის, ადრეულ ეტაპზე შეგვეძლება უკვე მასალის იმ მასალაზე დაყრდნობით, რაც უკვე მოგროვილი გვექნება იმ ცალკეულ დეპუტატებს. თქვენ იცით რომ ეს სუბიექტი შემტანი საკონსტიტუციო სასამართლოში კომისია არ არის. არც პარლამენტი არ არის როგორც ასეთი და არც თქვათ კომიტეტი და არც არავინ. გარკვეული რაოდენობა არის დეპუტატების, რომლებიც არ არიან შეზღუდული ნებისმიერ დროს. დღესაც შეგვიძლია შევიტანოთ უკვე არსებული მასალიდან გამომდინარე, მაგას ვამბობ. ასე რომ თუ დავინახეთ რომ რაღაც საშიშროება არის იმისა, რომ ვადები შეზღუდულია, ჩვენ შეგვეძლება შევიტანოთ და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა მერე არის შესაძლებელი. ორაზროვნება რო არ გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, მე თავშივე აღნიშნე, რომ თანახმაურო ერთი თვით გავაგზავნოთ ამ კომისიის მუშაობა, იმიტომ რომ 4 ივნის არ მთავრდება საპარლამენტო სესია, ბატონ თენგიზ მაგიურისხმის სწორედ საკონსტიტუციო საარჩევნი თქვენ იცით, რომ რა თქმა უნდა ამ კომისიის გარეშე შეგვეძლო შეგვეტანა. რომ საერთოდ არ შექმნილიყო ეს კომისია, მაგრამ რადგან კომისია შექმნილია და საზოგადოება ხედავს და ელოდება კიდეც ამ დასკვნას, ამაზეა საუბარი ზუსტად რომ კი მესმის. აი მე კითხვა სწორედ კითხვის ფორმატი ეგ იყო სწორედ თანხმობა, რა თქმა უნდა თანახმობა ერთით გაგრძელდეს, კითხვის ფორმატი ეს იყო რომ სამჯელოდ კონდეს რომ აი რაღაცა ეს პროცედურები არ აცდეს. სამჯელოდ თქვი საარჩევნების წარდგენის შემდეგ ვიდრე განხილვა დაიწყება, დამატებითი მტკიცებულებების შეტანა არის შესაძლებელი რა, მაგას ვამბობთ, მეტი არაფერი. დროის მოგებით. კარგი, ასე დროს კონსენსუსი არის ხოლმე გამოსავალი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ არავინ არის წინააღმდეგი, ჩავთვალოთ, რომ ეს აზრი გაზიარებულია. საზოგადოებისთვის განმარტავ, რომ ჩვენ რაც არ უნდა გვსურდეს ან მოვისურვოთ მომავალში, კანონით არის დადგენილი, რომ 6 თვეზე მეტი კომისია ვერ იმუშავებს. ანუ მაქსიმალური ვადა ყველა შემთხვევაში არის 5 აგვისტო, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება დღეს 5 აგვისტომდე გაგრძელება მოვითხოვოთ, ჩვენ გვაქვს უფლება მხოლოდ 1 თვით. შესაბამისად მოვითხოვოთ 1 თვით. კი ბატონო, მეორე საკითხი და უკვე უნდა მოვიწვიოთ გამოსაკითხი პირი, თუ თქვენ არ იქნებოდით წინააღმდეგი, ვინაიდან დღეს ბატონი როინ შავაძის გარდაცვლილი მოკლული როინ შავაძის ქვრივი არის